პირველ რიგში ეს არ არის პოლიცია, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, ეს არის იდეოლოგიზირებული ადამიანების რაღაცა ჯგუფი, ოცების ჯგუფი პირდაპირ ვთქვათ, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ღირებულებითი შეუთავსებლობა. მაგალითად, ისინი აუგად მოიხსენებენ ევროპას, მათთვის ეს ღირებულებები, რომელზეც თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო უნდა აშენდეს, არ არსებობს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ ბუნებრივია, რომ ამაზე ჩვენ ვერ ვთანხმდებით და ვერ შევთანხმდებით. აქ ზუგდიდში ვართ კონკრეტული ამოცანით ჩვენ ჩამოსულები, ჩვენ ვარღვევთ ეგრეთ წოდებულ კანონებს, რომლებსაც ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა პაველაშვილმა, სინამდვილეში აბსოლუტურად არალეგიტიმურმა ადამიანმა, მათ შორის ეს ეხება პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას, ეს ეხება ნიღბის ხარების აკრძალვას, შეკრება მანიფესტაციის დროს. მე პირადად უბრალოდ ჩართვისთვის მოვიხსენე, ვატარებ ნიღაბს მთელი სახემად დაფარული და აბსოლუტურად შეგნებულად ვარღვევ ამ ეგრეთ წოდებულ კანონს, სინამდვილეში იმ რაღაცა ფსევდო წესებს, რომელსაც თავაზობს რუსული ხელისუფლება. წინააღმდეგობა ამ ყველაფერთან არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ კრიმინალების ბანდა უახსენებს ხელისუფლებას, რომ ჩვენ ამ დრაკონულ კანონებთან შეგუებას არ ვაპირებთ. ამ კანონების შემოღებას არის ერთ-ერთი რუსული და ბელარუსული სცენარი. მათ იმედი აქვს, რომ გაზრდილი ჯარიმებით, აი დრაკონული წესებით გააჩერებენ ქართული ხალხის წინააღმდეგობას, ქართული ხალხის ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის, ჩვენი ოჯახების, მეგობრების, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყოველ დღე ჩვენ ვაჩვენებდეთ, რომ ამ წესებს ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. დღევანდელი საღამო ზუგდიდში არის აი ამ ყველაფრის ილუსტრაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვატარებთ ნიღბებს, იმიტომ რომ ჩვენ გაუშვით ფეერვერკი, იმიტომ რომ ჩვენ კიდე ერთხელ ძალიან ხმამაღლა ვამბობთ, რომ ამ წესებს ჩვენ არ მივიღებთ. ქართველი ხალხი არ მიიღებს. რაც უფრო მეტი დაუმორჩილებლობის აქტი შედგება, რაც უფრო მეტჯერ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ამ წესებს არ ვიღებთ, მით მალე დასრულდება ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის კიდე ერთხელ რუსული სახელმძღვანელოდან გადმოწერილი წესები, ერთ-ერთი ის, რაც მოხდა მოსკოვში, ის რაც მოხდა მინსკში, მათ იმედი აქვს, რომ თბილისში ამის გაკეთება, ზუგდიდში ამის გაკეთება, ბათუმში, ქუთაისში, საქართველოს სხვა ქალაქში და სოფელში არის შესაძლებელი, მაგრამ ისინი ვერ წვდიან რამეს. რომ ეს რუსული სახელმძღვანელო არ არის გათვლილი საქართველოს მოქალაქეზე, თავისუფლების მოყვარე ქართველ ერზე, რომელმაც ჯანმრთელობა, სიცოცხლე შეწირა ამ ქვეყნის თავისუფლებას. ჩვენ არავის არის უფლება მორალური, რომ გავჩერდეთ, არა გვაქვს. არის ჩვენი მამების და დედების თაობა, ჩვენი ბებიების და ბაბუების თაობა შეიწირა პირდაპირ გაგებით ამ ქვეყნის თავისუფლებას, ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ არავის არის უფლება იმისა, რომ ჩვენ გავჩერდეთ, არა გვაქვს, არც ჩერდებით. რაც არ უნდა ჩაიდინოს ამ კრიმინალების ჯგუფმა, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. აი ხა როგორც კი მორჩები ჩართვას, ისევ გავიკეთებ ნიღაბს და ისევ გავაგრძელებ აი ამ ეგრეთ წოდებული წესის დარღვევას და ძალიან მაინტერესებს რას იზამს ერთი შინაგან საქმეთა სამინისტრო. წარმატებას გისურვებთ გიგა, მესმის აბსოლუტურად თქვენი მიზნები, რა თქმა უნდა, მთავარია რომ ამ პროტესტის გამოვლენა ჩვენება დაუმორჩილებლობის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია რომ თავი აარიდოთ დაკავებებს, წარმატებას გისურვებთ, ზუგდიდს დაუბრუნდებით, რა თქმა უნდა, მოვლენათა განვითარების შესაბამისად. ჩვენ არ გავჩერდებით. კი ბატონო და ერთი რომ მომიწევს ციხეში სდომა, არ გავჩერდებით.